გამარჯობა. ასეთ ამოცანას გთავაზობთ. ნატურალურ რიცხვთა x, y, z მიმდევრობა ქმნის გეომეტრიულ პროგრესიას, რომლის მნიშვნელი ნატურალური რიცხვია. ესე იგი, თვითონ x, y, z-ის ნატურალურია და ნიშნალის ნატურალურია. იგივე ამ პროგრესიის წევრები თუ ცნობილია მათი საშუალო არითმეტიკული y + 9. მოდი ჩავწეროთ ეს საშუალო არითმეტიკული, ხო? ესე იგი, ამათი ჯამი x მივუმატოთ y მივუმატოთ z-ი გავყოთ 3-ზე 3 წევრია, ხო? და უნდა იყოს y + 9 სტოლი. y + 9. კარგით. შევავყოთ ესეთი აღნიშნები. y-ი აღნიშნოთ qx-ით, ხო? ეს ხომ გეომეტრიული პროგრესია, ესე იგი ეს y-ი რო გავყოთ x-ზე არის q, z-ით რო გავყოთ y-ზე არის q. z-ი რო x-ზე გაყო არის q კვადრატი. ამიტომ y-ი არის qx-ი და z-ი არის q კვადრატ x-ი. კვადრატ x-ი. აი ესე. ეხლა ამათი გათვალისწინებით ჯამი ჩავწეროთ რა, აი ამ აღნიშნების გათვალისწინებით. ესე იგი, პირველი წევრი x-ი არის, x უნდა მივუმატოთ qx-ი. მივუმატოთ q კვადრატ x-ი. კვადრატ x-ი და ეს ტოლი არის 3-ჯერ y + 9. ნუ y-ის ნაცვლად შემიძლია ჩავწერო ეს qx-ი, ესე იგი 3-ჯერ qx + 9. მოდი შელები გავხსნათ. აქ თამხარეს, ხო? ხო, კარგით, აი ესე დავიწყოთ, მოდი x-ი მივუმატოთ qx-ი. მივუმატოთ ეს q კვადრატ x-ი. ტოლია 3qx-ი + 27. ეს qx-ი გადავიტანოთ აქეთ მხარეს, ხო, ეს 3qx-ი აქეთ მხარეს, -3x-ი იქნება, -3qx-ი იქნება და +qx-ი და -3qx-ი იქნება -2qx-ი. ესე იგი x გამოვაკლოთ 2qx-ი + q კვადრატ x-ი და უდრის 27. ეს რაღაც მივიღეთ. ეხლა შეგვიძლია x-ი გავიტანოთ ჩხლებს გარეთ და აქ დავრჩება 1 - 2q + q კვადრატი. ეს თუ გავიხსენებთ ესეთ ფორმულას, არის 1 - q კვადრატი. ან q-ს - 1 კვადრატი სულ ერთია, ხო? არის 27 და მომდა ესე ავიღოთ x-ი q-ს - 1 კვადრატი. q-ს - 1 კვადრატი რო ვიყავთ, არის ეს q კვადრატს -2q + 1. ხო, ეს არის 27. 27 რა არის თავის მხრივ? 27 არის 3 გამოვაკლოთ 3-ის კვადრატზე. ახლა ანალოგია რო გავა, ეს q მაგალითად q x-ი არის 3 და q - 1 არის 3-ის კვადრატი, ხო? კვადრატი. ანუ q - 1 არის 3, ავიღოთ. ნუ ეს q - 1 არის 3 და აქედან გამომდინარე q არის 4. ჩვენ წევრები უნდა გავიყოთ ესენი x, y და z, x-ი 3 ტოლია, აი ამ გამოსახულებიდან გამომდინარე, ნუ ავიღოთ რომ x-ი არის 3, q-ვინაიდან არის 4 ტოლი და y იქნება 12 და z იქნება 12-ჯერ 4, ანუ 48. 48. ეს არის ერთ-ერთი ვარიანტი. აქ შეიძლება მეორე ვარიანტიც იყოს, ახლა q ნატურალური რიცხვი უნდა იყოს, ხო? ჩვენ ავიღეთ q 3 ტოლი. ახლა q რო ავიღოთ, მაგრამ 1 ტოლი არ შეიძლება 0 გამო. 2 ტოლი ავიღოთ, ხო? q 2 ტოლია. 2-ს 1 გამოვყოთ 1-ია. 1-ის კვადრატი 1 არის და x-ჯერ 1 არის 27. ესე იგი x იქნება 27. ნატურალური რიცხვი იქნება x. ესე იგი იმ შემთხვევაში თუ q არის 2 ტოლი, ეს იყო q-ს 4, ხო? ახლა q თუ 2 ტოლია, მაშინ x იქნება 27. ხომ, ესე იგი y იქნება 54 და z იქნება 108. აჰა. სხვა ვარიანტში კი აქ შეიძლება ხო q ახლა რო იყოს 3 ტოლი, მაგალითად 3 მოვყოთ 2 არა 2 კვადრატი 4-ია და x-ი გამოდის 27/4. ნუ არ გამოვა. სხვა რიცხვი რო ავიღოთ ახლა q ნებისმიერ შემთხვევაში, ხო, აი კვადრატში აყვანილი, ხო, ეს უკვე გამოვა
არ გამოვა მთელი რიცხვი, ასე თქვა, ნატურალური რიცხვი არ გამოვა, თორე ესე იგი x-ი არ გამოგვია ნატურალური. q შეიძლება ნატურალური პირობა ხო არ q-ს ნატურალური უნდა იყოს და x, y და z-იც. ნუ x-ი ნატურალური მეტი სხვა ვარიანტში არ გამოვა. ეს ორი ვარიანტია მხოლოდ. ამიტომ პასუხი არის ან ესე იგი x-ი 3, 12 და 48, ან 27, 54 და 100. წარმატებით გისურვებთ.